მოგესალმებით მეგობრებო, ხალხია სალო ჩვენი განაცემის სტუმრები ნინო ძინძიბაძე, ეკა ბერუაშვილი და გაიანე კარაპეტიანი. ესე იგი, უღრმესი მადლობა გოგოებო. ჩემს გადაცემაში რომ მოხვედით, ძალიან მიყვარს თქვენი გადაცემა. პირდაპირ გეუბნებით, აი ჩემი დიდი პატივისცემა. გაიანე პირველად არის ხო ჩვენს გადაცემაში სტუმრად, კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს გადაცემაში. მე აღფრთოვანებული ვარ თქვენი თავარ არხზე დებიუტით, ანუ ძალიან არაჩვეულებრივია. სამივე ხართ აი ესე შეწყობილი ერთმანეთთან. მაყურებელს შევახსენოთ, რომ თქვენი გადაცემა გადის კვირას 7:30-ზე, ხო? დაახლოებით ესე ამ დროისთვის. და რა ვიცი, მინდა რომ რაღაცებზე ვილაპარაკო, ხო შეიძლება? რა თქმა უნდა. ჩვენ მაგის შეიძლება ბავონს. ერთი ჩვენი გამაგრილებელი სასმელი. ჩვენც გვაქვს ჩვენი გამაგრილებელი სასმელი. აი, გაია, ანანასი უნდა დაგესხა წონაშაკლებინებს. ფლატამი. ესე იგი, მთელი მთავარი ხიბლი ამ გადაცემის ის არის, რომ აი ერთმანეთში კამათი არის, მთელი ანუ ჩემოვანო კამათიც აღარ ქვია მოდი. ხოცავთ ერთმანეთს რა კამათი. ხო და თან ყველაზე ის არის, რომ გადაცემა რომ მთავრდება იქ რაღაცა გაფუჭებული კადრების ვეძახით ჩვენ, რომ აი გაფუჭებული კადრების რაც ეთერში არ მოხდა ისინი რომ გადის ხოლმე და სასწაული ჩხუბი გაქვთ ხოლმე მანქანაში. ეს არის მანქანა, რომელიც მექანიკაა, ხო? და არის იტარება მექანიკას. ვისწავლე უკვე. ეჯაჯგურები რომ მიდიხარ. მადლობა ჩვენი მანქანის მეპატრონას ვისწავლე ტარება, აღარ ინერვიულად, ყველაფერი კარგად. აი მე რა ხან აღიარა რომ ეხა ისწავლა და არიცო და არ ვიცი, მართლა. ხო არა, მართლა არის იტარება თუ არა, ვიცი როგორ არა, მაგრამ რაც ავიღე მართვის მოწმობა, იმის მერე აღარ მქონია მექანიკასთან შეხება თორემ როგორ არა ვიცი, მაგრამ მექანიკა არ ვიცოდი ხა ისეთნაირად, ანუ ის მართვის მოწმობისთვის რაც ვისწავლე, ეგ იყო და ეხლა ვისწავლე უკვე თამამად შემიძლია განვაცხადო. ანუ არავინ დაყრებათ მანქანაზე, ანუ ვინმე არ არის, ვინც პატრონი. შენი ხო არ არის ეგ მანქანა? არ არის ჩემი, არა არის. შენი არ არის, ხო არ არის შენი? პატრონჩი იმიტომ რომ აშკარად ვატყობ რომ ეგ შენი რო არ არის ეს მანქანა, იმის მე პატრონი ალბათ უყურებს ეთერში იმ მანქანას აი მე გვართმევდნენ და პატრონი არ არის. ჩვენი ბანოჯან. მაგ მომენტში რუჩნიკი დაავიწყდა. ბანო, ესე იგი, უდონეზე მახეთქებინებს მინაზე თავს. თურმე ის არის ამოწეული ხელის ტორმუზი და ამოწეული 7 ჯერ დაქოქა და ეს ხო აი რა მინდა რომ ხელუკუღმა გავადინო. აბა. იცი რატო რომ თქვა რომ ის ვიციტარებაო ამ დროს 7 ჯერ დაქოქა 7 ჯერვე აი მახეთქებინა და გამწარებული ვზივარ. გული ჯარი გაცეცხლებული ვარ რომ კარგი იყო ისე კარგად დავაჯანჯღალე ეკა. მაგრამ აშკარად ეთქვა გაიანე უფრო ნერვიულობს. კი, გაიანეს არ ვიცი. ეს როგორ გადარჩება ჩვენ ხელში ეს რო გაბრაზდება, მე რაც მოხდება ყველაფერს ჭამს, სვავს, მე ხდება ცუდა და გადაღებისთვის აღარავის წალია. მაწყნარებ. ხო. ასმე ანგსტაციოს პაკოშია კუკა. ნუ აღიზიანებ. შენ ჰაფ ზინავს დაცვია და რო გაბრაზდება მე ჰაფ ჭამენ ერთმანეთს აგურვა მე აღარ შემიძლია რაც ნაყიდი გვაქვს მანქანაში სულ ჭამ აბა რა ვქნა ერთ თაღემას რომ ეს ჩვენ ერთმანეთს ჭამდა გაიანეს საჭმელს თორე თქვენ არ ჭამთ არის კიდე ამბავი რომ ნინო სულაგვიანებს ეკა სულაგვიანებს იმას გადაღებებზე, იმიტომ რომ სულ სალონში. ხო და ჩემ სულ სალონში. ხო და აფიოდა ამ საწყალ ბიც. ეხლა სალონში იყავი, ხო ვინ რეზო სალონი. წეროვანი. წეროვან, ჭკლ-პკლ. ხო. მივდივარ სადღაც გორში, ხონში, რა ვიცი სადა საპარიკმახროში მოუნდა კუკუნას. გაიგე? ოპერაში მიდის თუ სად როგორ შეიძლება ეგრე? ხო და მივდივარ სადღაც ხო სოფელში კუკურში.
ეხლაც ხო სალონში გელოდებოდა ხო? არა, ეხლა გაიანე გამოუგზავნა ღმერთმა ეკას, იმიტომ რომ როგორც მე მამწარებს, ისე უნდა გამწარდეს ეს. ხო და ეხლა ცხოვრებაში პირველად ეკა ელოდებოდა გაიანეს სალონში და მანამდე მე ველოდებოდი ხოლმე ეკას. მადლობა გაიანე. საცობი იყო. მადლობა. გაცოცხლებული ურეკავდი ნინოს და აი მირეკავს, აი ხო და მე უთხარი მე ეგრე გამწარდებოდი, შენ რო გელოდებოდი. ნინოს რეკავდი შენ? კი. აი ჩუნე ნამქეს. მადლობა გაიანე. რა თქვი კარტი? უი არ მყავდე მე. ესე იგი სულ ხომ მაგას ველოდებით და სულ პერადაჩერში რომ მოვედი პირველი ეგ იყო. აგვიანებს ეკა. ასო ხარაშო ლადნა. უფროსობას ვეთყვი და ეგ იქნება მე დაჯდება თავის კალაპოჩი, ნუ გეშინია. სულ სალონში. კაი, გავაგზავნე. ეხლა მე თქვენს რეკლამაზე ვისაუბრ, რაც ეთერში გადის ანონსი რა, ეს არის სუმოისტი რომ მორბის და ეს ძალიან კარგი რეკლამა მომეწონა სასაცილოც არის და ესე სახალისო რა ხო და აი როგორ მიდიოდა გადაღების პროცესში გადასარევად ნინო მარიცოდა რომ გახდილი უნდა გამოსულიყო ის კაცი და ასეთი მკერდი აქვს საღამოს 8 საათიდან დილის 5 საათამდე გადაღება მიდიოდა იმიტომ რომ რამდენი დავინახავდი იმდენი ძირს ვარდებოდი ძალიან საყვარელი ადამიანი იყო ძალიან სუმოისტი სუნდა ესე საყვარლად რო დაუძახენ საათამდე მუშაობდნენ კუკნები რას მიირთმე მეთქი რა ვიყოთ ხო პიცა თუ ცეზარი და ეს მეუბნება სუში და ის რომ მორბის ამ სუში არა საინტერესო ის იყო რომ აი საყვარელი ადამიანი სუმოისტებს მინახავს რომ სხვანაირად აცვიათ ფორმა ხო მაგრამ რო შემოდიოდა გეგონება პამპერსი უკეთებოდა მაგაზე უყირავდებოდი სიცილის გავაღარ შემეძრა ყველა კადრი ო იზა ბოლო ვაი ვანო ჯან ესე იგი ეკითხებიან ეკას რა შეჭამ რა ბუნებრივად ჯიგრულად ტაკოს შევჭამ აქისბან ტაკო მექსიკური ბლუდა რო არის ხო ტაკოს რაღაც და ეხლა ეს ბიჭი ხო დგას თავის შლაპით რაღაცა ეს სათვალებით რაღაცა როგორი პოდეთი მულტფილმში რო არის ბლა 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 და ეხლა რომ ეუბნია უნდა თქვა რომ შემოხვდა და თქვა ტაკოს ეს ხომ მოდის ესე თეთრსფიცავარ ეს არ ვიცი რა ხომ მოდის ნებაჩვენო ეს ხომ მოდის ეს გოგოები ზიან დანანან ეს უნდა ტაკოს ეს ოპერატორი ხო უყურებს არა ბიჭო ესე კი არა ტაკოს არა ტაკოს არა დედი ხო ნახე რა კაი ქალები ზიანად ტაკოს ეს ბავშვი უნდა საჭავარდე მე ისე კარგად მე შევიდა იმდენად ტაკოს და კბილიც რო ბრილიანტის პონჩი ჩანს ვერ შეამჩნიეთ ხო და იცი აიქესბან რას ნიშნავს აიქესბან არის სომხურად პერევოდი ქართულად ვახ ჩემიტო აი მათ გაგიჟებენ და ვახჩემიტო კი არა კარგია რომ ვახჩემიტოს ვეუბნები აწევს ხოლმე ხელს და კუდაია პაპალა იწვის გადაიწერს პირჯვარს ხოლმე სომხურად ვერ ვიგებ თუ ანუ რას იწვის და შეხება ხოლმე ხوار მაგინებო მე ვიკითხებ ხოლმე ხوار მაგინებ არა ისე იგინები თვითონ იმაში ლაპარაკის დროს იგინები თვითონ აი გადაცემა იცით რა არის არ გეტყვით რომ არ საერთოდ ეგ ტერმინი არა მაქვს როცა ვარ ზარეული და სამზარეულოში ხარ ეგ ტერმინი არსებობს ვანოჭი უხდება ხო არა უხდება კი არა კაცო ტიპი ვარ ეგეთი ხლა რა ვქნა ეხლა იანის კაცო თუ ანგელოჩი კელი მაგრამ მე ვიცი სად და როგორ უნდა ვაჩვენ და რაღაცა უთხრა მაგრამ ეს ისე გამაგიჟებენ ორს არ მავიწყდება მამაი არება აი ხო ვიცი რომ გადაღებაზე რაღაც მაგრამ არა ეგ ტიპი რომ სპეციალურად გადა არა როგორც მოდის და რა ვქნა რომ მომდის ეგა მაბრაზებენ ვანოჭა ყველს წარმოგიდგენ ყველს ვამზადებთ ყველს ახალ ციხეში უწელავდით ყველს რო უწელავთ ეს ყველს რო გაწელა ასე უნდა შემოსხო იმ ყველს რო დაწყდეს ისინი ჩეჩინი ყველი სუსველი ვიყავი ვანოჭა ამ ხელა კუკუ ადგილია ესე იქ გვევარ და ეს აქ ეს ბრახ ეს სველი შრატი ჭყლაჭყლუც ახეზე თავისე ჭყლაჭყლუც ახეზე კარგი რა თაფახო და ელის პროფკები იყვნენ რა აღზდებულები იყვნენ აჰა ეს რა იყო თან იცი რა არის სუსველი ვიყავი სანამ გაიანე გაიგებს უცბად ლაპარაკობთ გაიანე უნდა გაიაზროს რომ ქართულად ეხა მაინც გაიგოს და ლაპა უკვე რჩება მორჩა ეს ყველა და მაგაზე მორჩა კინო და მაგაზე გიждდება რომ ლაპარაკს არ მაცდითო და ვაი ისე შევშალეთ ესე იგი
ქალბატონი გალინა ლაპარაკობდი, უდან ისე გადავიყვანეთ რომ პურს რომ ანუ ხაჭაპურს გიწყობდა და პურს რომ გადაგეცავდა ეხლა ასე გადავკეთო იმიტომ რომ ხოდა დახტერდნენ და ხმარა მოიღო ეხლა მარჯვნიდან გადმოვკეთე ვაიმე არა გალინა მაგარი მათ ერთი კარგი სცენა იყო სასტუმროში დარჩით იმ საღამოს მე ჩემოდნების ათრევა იყო ეს კიბეებზე რომ მიქონდათ ძალიან ძიმე ჩემოდნები მიქონდათ აი რა გინდოდათ აი ერთი ღამის ახალციხეში იყავით ჩასული ვანო ეხლა მე გეტყვი ერთი ღამის გულის ერთი ღამე გაიანემ ჭკუა იხმარა და რაც წამოსაღები ქონდა ყველაფერი ტანზე ჩაიცვა რომ პატარა ჩემოდანი წამოიღო ისოვა ის აფირის აბა კიდე სპორტულებით წამოვიდა კაცო ქალი გადაღებაზე მინდა სპორტულებით და საღამოს კაბები ელაგა ჩემოდანში კუკოს მე ვიფიქრე რა თმინდა ერთი ღამის გულისთვის ოპერნი რაღაცეები ახალციხეში საღამოს კაბები ელაგა იმ ხელა ჩემო ასპინძაში საღამოს კაბები ქონდა წამოღებული როცა იცოდა რომ ბოსტონში უნდა შესულიყო ძროხის მოსაწევი გადაღებაზე სპორტულები ეთოდა რომ ის ქონდა ღამის კაბები წამოღებული საღამოს ვეჩერნი კაბები არ ვიცი ჩემო აბები ეკაბაჩე ბოტასები ტასები ეგ რა იყო მთელი გარდიგები წამოიღო ვარსკვლავია გასვალე თავის გარდიგები შევედით სასტუმროში მაშინ დაზვაც უნდა იყოს სასტუმროში შევედით და ის რა ქვია მივდივართ და უცბად ნინო ჩამოვარდა ლეძიკური ჩამოვარდა ჩამოვარდა ყიყლიყოები და კექსები ყიყლიყო არ იყო არა ეს არის დეზინფორმაცია ყიყლიყო არ მქონია კექსი გამომატანა ჩვენმა მასპინძელმა რომ სასტუმროში გოგოები ყავაზე მიიწვევთ ზრუნდა თავის ეხლა ქოჩოსა გაგლიჯო ენა გაარ გაიყენეს ალები აი ეგ მთელი ამბავი მთელი მუღაბი ხო შეიძლება რომ ქალს ამოვარდეს ხანდან პომადა მოდი აქ დაჯექი მანიკური რაღაცა მე მიცვია ხოლმე საჭმელები შოკოლადები სნიკერსები და ისინი რა გვია კექსი დიეტური სნიკერსი ეს ხო იძახის ვერ ავჭამო 5-6 სნიკერს ჭამ სანამ ადგილამდე ჩავალთ ხოლმე ვიზე ლაპარაკო მე რა დროს მე საჭესავს ჯორ და როგორ ვჭამ დავაი ეხლა ნინა ნანიოს მატრი მე არ შემიძლია რაღაცა და სულ ჭუჭუ კუკუკუს ჭამს ჩემთვის ერთ-ერთი ესეთ საინტერესო გადაცემა იყო ხოხბების ფერმაში იყავით მე მგონი ეგ აღარ გამახსენო ვანო ვაიმე არა მანდ იყო სცენარი ერთით ძალიან მიარტყა თავი მე მივარ ამან დამდებდა მაკოცევთ ვანო საინტერესო რა იყო იცით ხოხბები რომ ვერ დავიჭირეთ ხო და ეკად გას და ვაიმე კუდი გამომეგლიჯაო და ერთ ხოხობს მოაგლიჯა კუდი მთლიანად საერთოდ რბილიქონია კუდი რბილიქონია და ის რა ქვია რო ვეცი უნდა დაგუჭირე და გაიქცა ის და დამჩა მთლიანი კურტუმი მთლიანი ხო რა გამეკეთებინა შემცხა ხა იმ ხახისაც სადაც ვიყავით და რა გამეკეთებინა არ ვიცოდი და გზაში რომ მივდიოდით მე უკვე რომ დავასრულეთ ეს და დააზრო ჩანთ და ეს გადაშალა კარტივით ეს ხოხბის კუდები ხო და მეო ერთმა ადამიანმა მასწავლაო ძალიან მაგარი რამეო და რა გინდა მეუთხარ რატო წამოიღე მე ეგრე არ იყო რა გასწავლა მე აი რა მასწავლაო და ამასო ყურშიო რომ შეიყო და დაიტრიალებო და გაიანეო მოდი დაგიტრიალა ბალო ჯან ასმა რატო ეხლა ნახეთ ასმა გაია ჯან იცით რა ისი რა კაი რაღაცა ვიცი ასო რა იცი კუკუს ასმა ეს ხოხბის არა ჯერ ეს კუდი მე უნდა წავიღო სახში აი მართ რა გიდა სახში ალბათ უნდა მე რა ვიცი ხო და გზაში ამმა გაია ჯან იცი რა კაი რაღაცა ვიცი ასო რა იცი კუკუს ასმა პერო უნდა აი აქ ყურში შირიტანო ათამაშო და ისეთი გრძნობა არის кайფ კურიო და გიტარო გაიგე და ყურშივე და იაგო გადასის უსენ იცი რა კარგია ასო დერე თაღემ რა ეს აშენიყო მე ძღოლს დაუძახა სამ ძღოლს დაუძახა მოდი ერთი წუთიო და შემო ოპერატორს დაუძახა თავი შემოყო მე ანტიკვარია ნიეტა ეგრეა მე თანამედროვე კულინარიაზე სულ ხუმრობთ ხოლმე თქვენს ხო რაღაცა დიახ რა თქმა უნდა ეხლა გაიანეს ერთ-ერთი დიდი პროექტი და პროექტში მონაწილეა თქვენს კულინარიული პროექტის მონაწილე ხართ და სულ იქ იყო ხოლმე ესეთი ძალიან განსხვავებული კერძების აი ესეთი
გამოფენა რა, აკეთებდით განსხვავებულ კერძებს. რამდენი წმინდა. ხო და აი ესეთი სახელები, ანუ აი გაიანე იყო ხოლმე სულ უკმაყოფილო, იმიტომ რომ შენ გიყვარს სულ ბარაქიანად. ხო, იყვარს. ბარაქიანად უნდა დაყარო საჭმელი. ბანოჯან, ჩემ თავს მივეცი რაღაცა, რომ რაც შენ იცი არ უნდა გააკეთო, რომ ინტერესი მქონდეს, ელი რაღაცა, უინტერესოდ რა თმინდა. მაგრამ ესეთი ანტიკვარი რაღაცები არ გამიგია, ცავოტანემ. პრასტოი კარტოფილიდან ტკბილი კარტოფილი, კანფეტი, ადამიანები, ჯემი, მები, მან ჭკლ და რო ჭამენ. აქ პიურე, აქ თაფლი, აქ მე რა ვიცი, ჯემი, იქ არ ვიცი რა. 1000-ნაირი ისინია და ჩემთვის ეგ არ არის რა. მე მიყვარს კაი, ბარაკა. არა, მიყვარს პრონსკი, განა არა, ცავოტანემ. პროსტა არ მიყვარს ეგეთი რაღაცეები. აბა რამდენი წელი სამზელოში ხარ ის ლამაზად ვაკეთ, მაგრამ არ მიყვარს თავის ქება, მაგრამ ესეთი ანტიკვარ ბანერ ჩემს ირომ. ხო, რაღაცა არ შემიძლია, კი, არა. ხო, ნუ ეს რა არის? ხო, იმიტომ რომ მაგალითად ეხლა ალბათ შეიძლება შენ ხა ძალიან კარგ ტოლმას აკეთებ, კაი ტოლმას. ხო, ძალიან მაგარ ტოლმას ვაკეთებ მართლა. ხო, გენაცვალოს გაიებ. ტოლმას ხო ის ქართული კერძია და მაინც ეს რომელი ტოლმაა ქართული? ქართულია, ტოლმა ხო ქართულია. კრემეტების კუცავდა. რა კიდე ტოლმა ხო ქართულია, ეხლა რაზე მედავები? ნახე ცავდა. ტოლმა არის, ხო კაი იყოს ეს. კაი, ჩურჩხელა ხო არის სომხური, გეუნები რამეს? ჩურჩხელა ბაქურმა. არის ჩურჩხელა. მაგრამ მეახკი. თემა წავიდა. პირველად ვარ სასონხეთში ცავტანემ. აი მარტო ხედავ ეკლესიასთან ჩურჩხელები იყიდება. ჭკლ-პკლ რაზნიც ფერები რამე რომე, ასე აი მარტო ეს ჩვენი ჩურჩხელა აქ რას აკეთებს? ანუ ხო საქართველოს ომეხი ვარ. ასე ეს ჩურჩხელა არ არის, არის ბასტურმა. ვიგებ ჭამე გემრიელე, მაგრამ სხვა პონტია, იქ არის კადარიჩილი და მეახკი. ხო. არა ჩვენია, ვებგი გიჟი ხო არ ხარ ჩვენია. წავიდე რა თქმა სადაური ხარ, ასო საქართველოს ომეხი ვარ, ხო და ვიდა. ვიდა რა, ჩურჩხელა საქართველოსია, მაგრამ იქაც არის რა. სხვა შენეუნები რომ ჩვენიაო, ხო? ინტერპრეტაციული ვარ. ინტერპრეტაციული ჩვენ რო ინსპირაცია გააკეთეს. მე სომხეთში რო ვიყავი, მე სომხეთში ტოლმა შევჭამე, მე ეგეთი ტოლმა არ მაქვს. ხო, პოსტა სხვანაირია, ხო. აქაც გემრიელი. იქაც გემრიელი საჭმელებია, ელი ხო ეს არ თქვათ ახლა. ხო. მე რაზე დავაკავშირე რომ ქართულია თქო, იცი ტოლმა? ვაზი ხო ქართულია, გაიგე და ვაზი ხო ქართულია, ვაზის ფოთოლში. ვაზის ფოთოლი ქართულია. ხო და ეს ხო მე ტოლმა ესე გამოდის რომ ქართული გამოდის. და ხა. Провокация. Да, прочитать. Ара, я люблю называть способом, ну, თუ არის ქართული, იყოს ქართული, ცავტამ, თუ არის ტოლმა სომხური, ესე იგი იყოს სომხური. հասկացա? კი ბატონო, კაი, არ გედავები, იყოს სომხური, კაი. აღარ შემოვდივარ კონტაქტში. ბანოჯან, აზერებიც აკეთებენ ესეთი პატარა პუჭურ. ეგ აზერულ ტოლმაც არის, ქართულ ტოლმაც არის, ცავტანემ და სომხურიც არის. ჯიგრულად არის, ელი ინტერნაციონალია, ცავტანემ. ხო. მარტო ეგრეა. ნათესავები სომხეთში თუ არა? ხო, როგორ არა. ბებიაჩემი, დედაჩემის მხრიდან ბებიაჩემი იყო გენერალის შვილი, არისტოკრატული სომეხი. თუ სუმაგას ეუბნებოდა პაპაჩემს რომ ბრით ფახაცნერ, ეკა ერევანიც სტეხ არისტოკრატ, ეს არის ფახაცნერი მოდ, ინჩეისტეხ კორცრე. ასონ ბაბო, ინჩე ესტენ საზონ პაშუტა გორის ბაბუля, ანუ ეუბნებოდა რომ ვერა ზემო ვერა ხوارეს კლდეს იქ. და ესე მუჭაში გორე დაიჭირეს ალბათ 100 წელი და მე გაგიშვეს. ხო, საიდან სად მოვედი? იცი რა უნდა გითხოთ, ერთ-ერთი ამბავი იყო, ხო გამახსენდა, იქ თელავის ბაზარში ჩხუბობდით რაღაცა. მე რო ეკას ვეჩხუბები, ნუ დარბიხარ აქეთ იქით მეთქი ღმე, აღარ გახსენება რას ეძებდა. რას ეძებდა? თვითონ თქვას მე ვერ ვიტყვი. ეკა რაზე დარბობდი თელავის ბაზარში და რას ეძებდი? ცხვრის ღვერებს. ისი ჩასწვატი. უნდა ვიყიდო, შევწვა და შევჭამო და გაიანეს ეკითხებოდა, გაიანე გაიანე იცი? გამაბადეს. იცი? ჩენ, ია გამიგია. დელიკატესი რო არის. არა, არ ბიჭამია, ელი დამანებით თავი. ცხვრის ღვერი მაგდა რომ ყველაფერი ჭამდა, კარგად, ხა ცხვრის ღვერი და აღარ ახსოვს და დაანებო. არა, ვიცი ერთი ისტორია ჩემთან, მისში რომ შევდე, ჩემი უფროსი რა, ერთხელ ყვერები მოიტანა და ეს ცხვრის იყო თუ არის რის იყო.
და ეუბნება ორი რესტორანი ქონდა რა. ერთი ჩემი, ერთი შავი პარკი ჩემთან მოდე, წითელი მოვიდა ჩემთან. მე რა ვიცი რომ ხლა იქუდა წასული იყო და ბიჭებს ეთქვა რომ შამპურზე ხვერი წარმოიდგინეთ. და უნდა ჭამა. მე რა ვიცი, ვაფშე ბაიბურში არა ვარ. იბნა ლოხო და ეს ხო დარბოდა. ჩემი ხვერები, ჩემი ყასო მაი მარტო რა თავის ხვერები რა უნდა თავის ხვერები. ფრიზა თუ მე რა ვიცი რა. და ზუგეთ გაიანჯა. ეს დარბოდა რომ გაიანე. სარქეს. ეს ეგ პრიკოლია ვანო. რეკავს დაეუბნება რა დავით ალბერტოვიჩ გამარჯვოთ რაღაცა და ძვერეს ურა. ანუ ჩემი კვერცხები სად არისო, გაიგე? ასო მე რა ვიცი სად არის. არა, მე კვერცხები ვიყიდე, უნდა გააკეთო. რა უნდა გავაკეთო? ცხრის კვერცხები თუ ცხრის, მე რა ვიცი, ვის კვერცხები, უკვე არ ვიცოდი. კვერცხი როგორ გეცუდად გავხდი. ასო, მაგრამ არა. არ გაკეთებია. მეთქი არა, დავით ალბერტოვიჩ შეტაკოვეშ ნიძელა. ხმენები მაყავდა რომ გამოკეთებია. მაგრამ არც მიჭამია, პროსტ გამიგია. ეხლა ესეც რო თქვა, ცუდად გავხდი. ძალიან სასაცილოა. ეხლა მაინტერესებს კიდე სად გაქვთ, სად მოგზაურობთ? ეხლა კიდე შემდეგი გადაცემები სად ჩვენ გადაცემები? ყველა საქართველოს ყველა კუთხეში, ყველა სოფელში, სადაც წავართ, ძალიან საინტერესო ადამიანებს აღმოვაჩენთ. თან სამზარეულოს რო ეხებოდეს, თან ცოტა ხუმრობაც რო უყვარდეს ვანო და ასე იგეგმება ჩვენი გადაცემები. ძალიან კარგი მიხარია მე მართლა გეუბნებით ახლა გულწრფელად ისიც მე თქვენი გულშემატკივარი ვიყავი მაშინ რუსთავიოში რომ მუშაობდით ძალიან ხალისობდით თქვენ გადაცემას ახლა გაიანი რო დაგემატათ ეს ორ მაგათ ისე გაახალისა იმიტომ რომ ახლა თქვენ ხომ ესეთი განუყოფელი წვილი იყავით მაგრამ ის რომ შემოდის კონტაქტში და აი ამ კამათში აი მთელი გადაცემის ხიბლი არის ეს აი შემეჩვია ძალიან დიდი მადლობა გოგოებო არაჩვეულებრივი ადამიანები ხართ აი ძალიან საყვარლები ნუ საინტერესო სახელიც ქვია რა პუტკუნების კულინარიული მოგზაურობა წარმატებას უსურვებთ თქვენს გადაცემას და ბოლოსკენ გაიანეს მინდა სომხურად ვათარგმნინოთ ერთი ესეთი ორი ფრაზა პუტკუნების კულინარიული მოგზაურობა როგორ იქნება? ვაი მოროსარებ. პუტკუნების მოგზაურების კულინარიული მოგზაურობა. თამბლიკნერი კულინარნერი. ხო. ინჩენასო путешествие. თამბლიკნერი კულინარნი путешествие, აჰა. ხო. და ეგრე ხო. კარგი და აი ეს როგორ იქნება მაშინ ესეც დავამთავროთ ახლა თქვენი ხო თქვი ჩემიც ვთქვა ხო შეიძლება? ხო, ჯანმრთელია, მიდი. ვანო შოუ, თავარი იუმორისტული შოუ, თავარ არხზე. გამოთქვით უნდა თქვა ეს. ой, аствац, бля, спаси. Спаси. Ва, ხაიტარაკვა. თავარი, ინშენასო. დამავიწყდა. Амена ნიშნულოვანი, подожди. Амена ნიშნულოვანი ვანოი თავარი არხის შოუნ. შენ ხაშურელი ხო არა ხარ? დავანები თავი, იფანე. Подожди. Амена. ხაშურელი რა შუაშია კუქი? აი, ისეთია. ვანოიო და ამახაშურელი ხარ. ვანოია, სომხურშიც არის და ვანოიო და ამახაშურელი. აღარ შემიძლია ესე იგი ყველაფერი ჩამომართ. ამენა ვაჟნი ვანოი თავარი შოუნ. როგორ? ამენა ვაჟნი ვანოი თავარი შოუნ. აეტენს. თავარი არის სოფურებას თავარი. დამავიწყდა ჯანმრთელებ. მე ხო აჯაბ სანდალი ვარ. მე მგონი გაიანე სომხობას იბრალებს. არ არის სომეხი და ხაშურელია წარმოშობით. რა შუაშია ხაშურელი გოგო? არა, ты не понимаешь, ванои сомхушიც არის. ვანოი, სად არის? ვანო. Ах, что это имя? Иди сейчас им объясни, моросарев. Ванои шоунда. Հասկացար? Լավիկ է դա խաշուրշի ցեգրը լապարկում է դա։ არ ვიცი ხაშურში ლაპარაკობ. გოზმოცრეთის რა. არ გადიდებია ამათ. არა. ჩაგეთვალა ყველაფერი აბსოლუტურად. და ეს წავიდე სახში და შევეკითხო მორსარებ. თავარი ჰაერენ ვონცა. ხო. გეტყვით. მომწერე რა. აბიზაჭი. ურაცა რა ვქნა, მე იქნება თავარი, ხო. მინდა წარმატებები გითხრათ, ძალიან დიდი მადლობა. მეც ეგეთი ვარ, რა ვქნა. მადლობა თქვენ, რომ გადაცემაში ძალიან ბევრი ვიციდებ. წრევლები მომდის. და სულ ესეთი მხიარულები იყავით თელი ცხოვრება. წარმატებებს გისურვებთ. ჩვენი სტუმრები იყვნენ ნინო, ეკა და გაიანე. მადლობა.